დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ დღეს სუფთა ენერგიის პროგრამა წარმოადგინა. პროექტი USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა ივან ჰეიკინმა წარადგინა. პროექტის სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება და ის საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის ენერგოეფექტური ღონისძიების გატარებას, მწვანე შენობების შეფასებისა და სერტიფიცირების სისტემის შემოღებას, ასევე სამთავრობო დაბალ ემისიებიანი სტრატეგიის შემუშავების უზრუნველყოფას ისახავს მისდათ. სტრატეგია თვითონ თავის შინაარსიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანესი, რადგან გარდა იმისა, რომ განისაზღვრება პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე გაიწერება ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს დაბალემისიანი განვითარებისთვის. ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავებაში მთავრობისთვის ხელშეწყობა. ეს ბაზისი იქნება სხვადასხვა სექტორებში ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, რამდენად აპლიკაცია შეიძლება, რამდენად განხორციელება შეიძლება, ბუნებრივია ეს მოიცავს ენერგეტიკის თემასაც, იმიტომ რომ დაბალემისიებიანი ერთ-ერთი გენერატორი ემისიებისა ამ შემთხვევაში არის ენერგეტიკის დარგის და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთოს ის ღონისძიებები, ის ქმედებები, რაც მერე უკვე ბაზისად იქნება სამოქმედო გეგმისა თვითონ ენერგეტიკის მიმართულებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ეს პროექტი მიმართულია გარემოს ცვლილებებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც დაეხმარება ამ პროექტის განხორციელებას.